კოსმოსური კომპანია SpaceX-ი. Ამ კომპანიამ პროექტი Starship-ი წარადგინა. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით ეს არის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრი, რომელიც სამთავრობო გამოყენებისთვისაა შექმნილი. უფრო ზუსტად, სატელიტები ილონ მასკის სხვა პროექტის Starlink-ის ინტერნეტის მეშვეობით ეროვნული უსაფრთხოების დაცვას შეუწყობენ ხელს. ეს შეიძლება გამოიხატოს ფართომასშტაბიან თვალთვალში, ან ისეთი ტვირთის შენახვასა და მასპინძლობაში, რომლის ორბიტაზე დაბინავებაც სახელმწიფო და სამხედრო სააგენტოებს სურთ. პროექტი ძალიან ამბიციურია, შესაბამისად კოსმოსის მილიტარიზაციასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს. მოკლებადია პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ SpaceX-მა საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრიაში და მიაღწია მიზანს, რომლისკენაც წლების განმავლობაში მიიწევდა. საკითხავი ის არის, თუ რის მიღწევას ცდილობს ილონ მასკი მსგავსი იდეების მხარდაჭერით. კომპანია აცხადებს, რომ სატელიტს დამატებითი მაღალი სანდოობის კრიპტოგრაფიული შესაძლებლობა ექნება, რათა სპეციალური დატვირთვა მიიღოს და ინფორმაცია უსაფრთხოდ დაამუშავოს. ეს სამხედრო ოპერაციებს სრულად გასაიდუმლოებულს დატოვებს. Starship-ის სატელიტები Starlink-ის ქსელთან სატელიტთა შორისი ლაზერული კომუნიკაციით დაკავშირდება. ამ ეტაპზე პროექტის შორს მიმავალი გავლენა სავარაუდოდ იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. მასკის კომპანია სრულფასოვან სამხედრო კონტრაქტორად იქცა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მილიარდერის მიზანი მხოლოდ მთვარისა და მარსის მშვიდობიანი კვლევა არ უნდა იყოს.